როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ მოლოდინებზე. ვნახოთ, როგორ უყურებს თქვენს ურთიერთობას დღევანდელი გადმოსახედიდან და თქვენ რა მოლოდინები უნდა გქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ხედვა და მოლოდინები ზოგჯერ რეალობისგან განსხვავდება და ეს იწვევს მიზაჭულობას, ტკივილს და ნუ მოკლედ ზოგჯერ უამრავ დროს, რომელიც ფუჭად არის დაკარგული. ნახოთ და რა თქმა უნდა, ყოველს უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ჩემს არხსაც ეხმარება განვითარებისთვის. ყველას გისურვებთ ულევ ბედნიერებას და რა თქმა უნდა, ყველა თქვენი მოლოდინი გამართლებული იყოს. გაგვიმარჯოს. როგორ უყურებს დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ურთიერთობას, თქვენთან ურთიერთობას, როგორ უყურებს? როგორ უყურებს და თქვენ რა მოლოდინები უნდა გქონდეთ კონკრეტულად? ნახოთ, როგორ უყურებს? როგორ უყურებს? როგორ უყურებს? რა რთულად არის აქ სიტუაციონი. ძალიან რთულად არის. რა ვიცი, რა იშველება ამ სიტუაციას. რა ვიცი, მე უნდა დავაზუსტო ახლა ყველა ვარიანტში, რომ თუ თქვენ უბრალოდ ისე შემოხვედით და გაინტერესებთ, ეს თქვენი გაშლა არ არის. აქ კარგად რეზონირდება ურთიერთობა, სადაც რა თქმა უნდა, მიზეშედეგობრივია კარმა და არ ვიცი, მოკლედ თქვენ დაუფიქრდით, რატო არის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი ხანი, რა გამოცდილება მოგცათ, რა უფრო ვიტყოდი, რა ტკივილების ბუკეტი გაჩუქათ, შეიძლება თქვენ ერთმანეთს გაუზიარეთ ასევე ცოლ-ქმარი, სამკუთხედი, ოთხკუთხედი და რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა თუ კი სადმე უარყოფითი მომხდარა და აგერ ბატონო ვნახოთ ახლა ჩვენ. როგორ უყურებს? ძალიან ცუდა და ძალიან უარყოფითად. ძალიან, რა უნდა ვთქვა, აღდგენას ამ ეტაპზე არ ექვემდებარება ეს ურთიერთობა. არც უყურებს, რომ აღადგინოს ეს ყველაფერი. აქ არის ძალიან მძიმე სურათი და სიმძიმე მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გრძნობა ცოცხლობს. არ ვიცი, როგორ მოახერხეთ ასე, მაგრამ გრძნობა ცოცხლობს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ადამიანი არ თვლის, რომ სიყვარული რამეს იზამს. გამოდის ცოტა დაკნინებული ფორმით ხო არ უყურებს სიყვარულს, თუ რატომ მოხდა ასე, რომ ესეთი სუბთაგრძნობა, რომელიც ცენტრალურად ორიანით ასეა, მიუხედავად პასიური სურვილისა, ორივეს მხრიდან რომ შეიძლება გინდოდეთ აღდგენა, დალაპარაკება, უბრალოდ გარკვევა, შეიძლება ბევრმა არც კი იცოდეთ რა მოხდა ერთმანეთში ბოლომდე. ამის სურვილი არის ერთმანეთში, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ტკივნეული თემაა ეს მისთვის და ამ ურთიერთობამ, ამ გრძნობამ და ზოგადად ყველაფერმა ზიანი მიაყენა ამ ადამიანს და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, ჯერჯერობით არ ექვემდებარება ეს აღდგენას. განმეორებასაც რაღაცა შეიძლება ლაპარაკი გინდოდეს, რაღაცა არ ჩანს ასე. მე ჯერ არ მინდა ვიჩქარო, რა მოლოდინები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე უკვე ვიცით ხო რა მოლოდინები უნდა იყოს. რა კითხვა დავსვა? გრძნობა მაჩვენე, უფრო აი შენ სულში რა იმალება, რა არის შენ სულში? შენი გრძნობა მაჩვენე, გავაგრძელოთ. სიცარიელი. ზამთარმა ჩაიარა ძნელად და რომ მოვიდა ეს გაზაფხული და კარზეა ზაფხული, ამასთან ისევ ზამთარი. იმიტომ რომ ძალიან დიდი იმედები ქონდა ამ ურთიერთობაზე და ვიტყოდი, რომ დღემდეც სასურველი ხარ შენ მისთვის. მაგრამ ეს არაფერს არ წყვეტს ეს ყველაფერი. გოგონებო, მაინც კაია რომ იცით სიტუაცია. ნახოთ რა მოლოდინები უნდა გქონდეთ, რა ვიცი, რა მოლოდინები გააქვთ ისე, ძალიან საინტერესოა. მოლოდინები გააქვთ ისე, კი.
რაც უნდა თქვათ არაო, კარგად დაუკვირდით. არის აქ მოლოდინები, რომ თითქოს დრო გავა და რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, აქ არის პირდაპირ ვიტყვი, დროის ტყუილად ხარჯვა. თუ თქვენ ზუსტად იცით, რომ 100 წლიანი და 150 წლიანი ხართ, მაშინ შეგიძლიათ ელოდოთ, მაგრამ სიყვარულს თავისი ასაკი აქვს მაინც. ამიტომ მოლოდინები თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მაინც არ უნდა იყოს. ესე იგი, მაინტერესებდა რაღაცა ვრცლად ამ ადამიანთან საუბარი, მაგრამ არ სურს ძალიან კონკრეტულია. თქვენს მოლოდინებზეც ტარო მითხრა და მე ახლა ამ ყველაფერს გადავჭიხავ და უბრალოდ ტაროს აზრი მაინტერესებს. მისი აზრი, მისი ხედვა მიუხედავად თქვენი სიტუაციისა, თქვენი ფიქრებისა, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ნერვები შლარა, იყო რა არკანები ცვივა. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ნახოთ, თუ სწორ მიმართულებას და გზას აირჩევთ აქეთ ამ შემთხვევაში რა შეიძლება აქედან საეჭვო გამოსავალი არის, საეჭვო. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, ნუ ყველაფერი მაინც თქვენს პიროვნებაზეა დამოკიდებული, თვითონ უნდა იყოს რაღაც თავისთვის კარგად კომფორტულ ზონაში და მე მაინც ვერ უყურებ, რომ ყველა გზები თქვენთან მოდიოდეს და ირჩევდეს რაღაცა კონკრეტულს თქვენთან, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს ერთ წრეზე სიარული. მოდი ასე ვიტყოდი, გარკვეული პერიოდი დღეს, აი როგორც უყურებს, დღევანდელი ფიქრებიდან ძალიან კატეგორიულია და გითხარით, რომ არც თქვენ უნდა გქონდეთ მოლოდინი და არც თვითონ არ უნდა ეს ყველაფერი. ხელი ჩაიქნია. დღეს ასეა განწყობილი და მე გისურვებთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე რაღაცა შეცვალოს. გახსოვდეთ, რომ ტარო არის მიმდევარი ყოველდღიური ფიქრების და როდესაც ჩვენ ვიჭერთ დღეს ეს ადამიანი როგორც არ უნდა იყოს განწყობილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.